რუსთავში ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დაატვირთულ შარტავას გამზერზე ახალი საზოგადოებრივი სივრცე კეთდება. ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში ავტომობილების თვითნებური პარკინგი იყო მოწყობილი, ახალი ტროტუარები, ველობილიკები, გარეგანათების ქსელი და მწვანე დასასვენებელი ზონები მოეწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარედ არსებულ შიდა საუბნო სივრცეებსაც. სამუშაოების ღირებულება 760,000 ლარამდეა. რუსთავში აქტიურად მიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე, რომ მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხო გადაადგილება. წლების განმავლობაში ეს ტერიტორია დაკავებული ჰქონდა ავტოსადგომს, დღეს აღდგენილია ველობილიკი, აქტიურად მიდის სამუშაოები საფეხმავლო მონაკვეთის მოწესრიგებაზე, დაემატება განათების ბოძები და მოეწყობა ახალი მწვანე არეალები. შარტავას გამზირზე ახალი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით მოცემულ ფართზე დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები, ველობილიკები, გარეგანათების ახალი ქსელი და დასასვენებელი არეალების მოწყობაა განსაზღვრული. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარედ არსებულ შიდა საუბნო სივრცესაც.